პოლიტიკური კონფლიქტი მიიღებს სრულიად განსხვავებულ ხასიათს. ნახე რეფორმებს შეაწყარეს, დეკორატიულ რეფორმებს აგვიძებს ახლა და ეს არის უკვე წინგადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე არის სისტემის ღრმა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი შეცდება რა, მე ვიყავი 2 კვირის წინ ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ვიმყოფებოდი ნატოს სათაო ოფისის მიწვევით და იყო ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ნატოს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. და ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, ესე იგი ტელეკომპანია მაესტროს შესახებ ისე დეტალურად იყვნენ ინფორმირებული, რომ გამიკვირდა ახლა მე ვფიქრობდი, რომ ეს თურმანი საკითხი დავუშვათ მთელ მსოფლიო გლობალური პოლიტიკისთვის მასთვის არ იქნებოდა ასე კარგად ცნობილი. ანუ ზეტოლა თუ არის მაესტროს საკითხზე და მაგალითად მოვიყვანე და უამრავ სხვა საკითხზე, რა თქმა უნდა სააკაშვილის პოლიტიკა იქნება ის რასაც ახლა აკეთებს. ამარცხინოს ჩემი აზრით, რომ მაგალითად იცხოვენ რომ უნდა გაიხსნას ტელეკომპანია იმედე დებატები და აკეთებენ დღის 4 საათზე დებატებს წინა საახალწლოდ. მე არ მეგულება მსოფლიოში, მე მგონი არც ვენესუელაში და კუბაში თუ ხდება ასეთი რამე, იქაც არ ხდება ალბათ, რომ პოლიტიკური ტოქ-შოუ დღის 4 საათზე გადიოდეს. თხოვენ რომ უნდა გავიდეს პირველ რიგში დებატები და აკეთებენ კვირა დღეს იქნება ინგრა გრიგოლიას გადაცემა. კვირაში ერთი დღე და ისიც კვირა დღე. რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი შეიძლება რომ თან ფორმალურად შეასრულოს ეს რეკომენდაციები და მოთხოვნები, თან გააკეთოს ეს მაქსიმალურად ფასადური ფორმა, როგორც შეიძლება დაამტკიცოს ფასადების შეღებვა, რომ გარედან ყველაფერი იყოს წესრიგში, მაგრამ რეალურად ამას კონდეს ნაკლები შედეგები, მაგრამ თავისთავად ის გარემოება, რომ დასავლეთმა დაიწყო იმის ახმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვეტოლა არის საჭირო, შემიძლია იქნება ხელშეწყობილი ფაქტორი, თუმცა გეთახმებით, რომ დირექტივებს გამოიწვევს არა ეგ იქნება ხელშეწყობილი ფაქტორი. დირექტივები უნდა შეძლოს ჩვენ ქართულმა ხალხმა და ეს ეხება რომ ამის ყველაზე უფრო რეალური ფორმა ეს არის მასობრივი პროტესტი ადრე გაზაფხულზე. რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მიხეილ სააკაშვილს რომ გახსნებული ხო მოლაპარაკებები და დიალოგი რის გამოც მეგიერადაც ისიც თქვენ არაერთხელ ვიქენ ძალიან საკრიტიკებული თუმცა ამის მიუხედავად ჩვენი განცხადებები გავაკეთეთ. მე არ მაქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით და ფაქტია ეს, რომ როგორც ჩვენ ასეთი დიალოგი არის შეუძლებელი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და სააკაშვილი ამ დიალოგზე უარს ამბობს. მაგრამ ჩვენ თუ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ჩვენი ამოცანაც ის არ არის, რაც სააკაშვილის ამოცანა იყო, რომ არის ახლა ავაგდოთ ვიღაცა თავის კანდიდატს და თავის სასწრაფოდ ჩვენ ინსტანციებში არ უნდა დავაკვირდოთ. ეს ერთია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რეალურად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენ თუ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს თუნდაც ერთი ნაბიჯით გადადგას წინ, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის თუნდაც ბოლო წუთამდე ჩვენ უნდა ვიყოთ რაც ნებისმიერი სახის დიალოგისათვის და უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის რა თქმა უნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია საკითხის გადაწყვეტა, იმიტომ რომ ცივილიზებულ ქვეყნებში დამეთანხმებით, რომ საკითხები ასე ხდება და არა ქუჩაში. თუმცა უნდა გვესმოდეს და ეს არაერთხელ დამიდასტურებია, უფრო მოსალოდნელი არის, ალბათ უფრო მოსალოდნელი ეს ხა ვარაუდია, მაგრამ უფრო მოსალოდნელი არის ის, რომ ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლების იძულება პრინციპულ გადაწყვეტილებებზე ალბათ სწორედ ქუჩის პროტესტის მოგვიწევს. ხალხის ვართ მაყურებელი შემოვიყვანოთ, გისმენთ, დიახ, ეთერ შესაძლებელი. დიახ. გასახერმო შეკითხვა. კი ბატონო, შეგიძლიათ ახლა. გესმით გესმით. განოგახა. ამდენ ლაპარაკს. არაჩვეულებრივად ვიცით ვინ არის ბატონი სააკაშვილი და მისი მთავრობა. შარშანდელი მიტინგები არ გაგვიცდენია და ქვეყანა ვიძექით იქა. კონკრეტულად გითხარით დაჯდებით საფიხნოზე ჩამომჯდარი მოხუცებივით და ატრიალებთ რაც უდია ეს მთავრობა. კონკრეტულად გითხარით რით შეიძლება რომ გამოვიდეთ ამ საჩინელი მდგომარეობიდან და გაითავისეთ რომ თქვენი წილი პასუხისმგებლობა დიდია იმაში რაც მოხდა აგვისტოში. 300,000 კაცი რამდენჯერ ვიყავით გაყინულები და ამაზე უარესი არაფერი არ მოხდებოდა. კარგად ბრძანდებოდა. დიდი მადლობა, ეს არის ალბათ მუდმივი კითხვა, რომ თქვენ გადაცემაში არ მქონია ასეთი გამოსვლა, რომ და საერთოდ ეს გადაცემაში ეს კითხვა არ დასრულიყო. პირველ რიგში გავიტახოთ ალბათოს იმაში, რომ დიახ მართალია არის, ჩვენზეც არის ძალიან დიდი წელი პასუხისმგებლობის და იმაზე რაც მოხდა, რომ ჩვენ ამის უფლება მივეცეთ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ალბათ არ მithles ქალბატონი ახლა მოვხდი რომ ჩვენი ძველი და ერთგული თანამებრძოლი და თანამოაზრე არის, რომ ქალბატონი ეს პასუხისმგებლობა მარტო ოპოზიციის ლიდერებზე არ არის, ეს პასუხისმგებლობა არის თქვენზეც პირობით ადგებნები მთელ ხალხზე, ვინც ზოგადად მისცა საშუალება მიხეილ სააკაშვილს რომ მოსულიყო ამ წერტილამდე. რაც შეეხება კონკრეტულად იმას, რომ ამდენი ლაპარაკი ჯობია თუ საქმის გაკეთება ჯობია, ჩვენი გეგმა წარმოვადგინეთ და მე მგონი გაერთიანებული ოპოზიცია არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელმაც ჯერჯერობით რაიმე მე არ ვიცი ეს ცუდი გეგმაა თუ კარგი გეგმა არის, ამაზე ბევრი დავა მიდის, მაგრამ გარკვეული გეგმა წარმოვადგინეთ 7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ მქონდა
ბოლო დიდი აქცია, როცა თქვით რომ უნდა შედგეს დეკემბერში აუცილებლად პოლიტიკური ოპოზიციური ძირითადი ძალების გაერთიანება, იმიტომ რომ ამის გარეშე ბრძოლა არის შეუძლებელი. უნდა შედგეს ფებრვარ-მარტში აქციები რეგიონებში, იმიტომ რომ რეგიონების გამოღვიძების გარეშე ასევე მიგოჩნია რომ შეუძლებელი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ეს ჩვენ ქალბატონო თქვით ისიც რომ აპრილში უნდა დაიწყოს უკვე მანამდე რეალური პოლიტიკური ცვლილებები არ განხორციელდება, მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით. მე ვიცი ახლა წინასწარ რომ ყოფილიყავით თქვენ ეთერში რაც მეტყოდით რომ რატო ათვლით აპრილამდე სააკაშვილის ხელისუფლება ეს ძალიან ბევრი განგვეცეს, მაგრამ მოდით ვიყოთ ცოტა პასუხისმგებლიანები. ახლა სააკაშვილის გადადგომა არ გადადგომა ეს არ არის ისეთი ადვილი საკითხი, რომ ჩვენი მონდომება ჭირდება ახლა მარტო რომ დავწეროთ მემორანდუმში რომ გადადგეს სააკაშვილი ახლა საჯერგოს დაწერილი და გადადგება. საქმე გვაქვს ძალიან საშიშ, ძალიან ვერად და საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგებთან და იგივე იანვრის გამოცდილება ამას ადასტურებს. ამიტომ ჩვენი გეგმაც უნდა იყოს მაქსიმალურად დაზღვეული შეცდომებისგან, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ძალების მობილიზაცია და ისეთი ტალღის მობილიზაცია და ისეთი ზეწოლის მობილიზაცია მასზე, როდესაც ის იძულებული იქნება წავიდეს ან რეფორმებზე, ან წავიდეს ხელისუფლებიდან. ამიტომ მეც იგივე განწყობა მაქვს, რა თქმა უნდა ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს იმაში, რომ დაიკარგა კოდორის ხეობა, ახალგორი, ლიახვის ხეობა, იმიტომ რომ ჩვენ იანვარში შეგვეცვალა ხელისუფლება, ეს ტრაგედია საქართველოს ნამდვილად აღწევდა, მაგრამ შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არ მოქმედებს. ჩვენ მოქმედებთ და ნამდვილად დამეთანხმებით იმაში, რომ ზოგიერთი ძალისგან განსხვავებით ახლა საკუთარ ოფისებში და სახლებში და აგარაკებში არა ვართ გამოკეტილი და რაც შეგვიძლია ყველაფერს ბრძოლას ხელს არ ვაკლებთ. თუმცა საზოგადოების თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმაში, რომ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს. მე ყველა საყდრს მივიღებ, ყველა შენიშვნას მივიღებ, ჩვენი გეგმა ჩვენ 7 მემბერს იმიტომაც გამოვაქვეყნეთ, რომ მივიღოთ ყველა შენიშვნა და ყველა განსხვავებული მოსაზრება, თუმცა ამ მოსაზრებებს და ამ შენიშვნებს მივიღებ სწორედ თქვენნაირი ადამიანებისგან, ვინც თქვა არც ერთ მიტინგს არ ეყოდება და ცოტა უხერხული არის ასეთი შენიშვნების მიღება იმ ხალხისგან, ეხლა რომელსაც მარტო სახში თბილად სამზარეულოში ჯდომა ურჩევნია და დარიგერების მისაცემად არის მხოლოდ მზა. ეს მაყურებელი შემოვიყარა და რეკლამაზე გავიდეთ, პასუხი რეკლამის შემდგომ გავცეთ გისმენთ ქალბატონო, ეს მაბადელ ბატონო. ალო. აქ, დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან დიდ პატივისცემას ვაფიქსირებთ თქვენი გადაცემის და საერთოდ ბატონო აქ თქვენს. ძალიან გვიყვარს ხარ და უკვე დავწინიან რომ კავკასიისგან და შენთვის არაფერი არ არსებობს. ძალიან ბევრი ესეთი მარტო არა ხარ უგეშინია. დიახ, იცით რა მაინტერესებს? აი მე ძალიან დიდი მომხრე ვიყავი აი გაერთიანებული ოპოზიციის. ბატონი ლევანის აი პირდაპირი, ნუ არ ვიცი, კომისიის წევრი და რა ვიცი ყველაფერი, მაგრამ აი ძალიან აი რამოდენიმე სულ ფიქრობ, რომ აი რა იყო ეს, აი თუნდაც აი იგივე კითხვა იყო წინ, მაგრამ აი სულ მაწუხებს ესა, აი თუნდაც იპოდრომზე ამდენი ხალხი, თუნდაც აი ზარი იყო იპოდრომთან, მე არ ვიცი შალვანათელაშვილმა გაახმოვანა, რომ აი შოპინგები გერმანიაში, ну ის ყველაფერი ეს დამხევა იყო თუ რა იყო, აი არ ვიცი, აი თუნდაც აი ეს ომის პერიოდში მე მესმის, რომ ოპოზიცია უნდა დამდგარიყო ხელისუფლების გვერდით, რომ რაღაც არ კონფრონტაცია, მაგრამ აი გამოსვლა ტელევიზიით, რომ აი მე პუტინის არჩეული, პუტინის ნაცვლამდე დაუხოთ ჩემ პრეზიდენტს არ გადავაგდებ და რაღაც ეს ხო შეიძლება და იცი აი ძალიან დისკრედიტაცია მოხდა, იცი აი გული მტკივა, რომ აი ძალიან მომწონს კახა, ძალიან დიდ პატივს, მაგრამ იცი რა სულ მახსენდება აი მიშა სააკაშვილის სურათებით რო დარბოდა, აი რაღაც აი სხვა ის აირჩიონ, იცით აი რაღაც აი გავიჯერო უამრავი აი უგულავა ანუ მერაბიშვილი სულ ახსენებს ხო ტელევიზიაში აი გადაიღეთ სურათები აი მაგათი აი საცხოვრებლების მაგათი იმ ხო შეიძლება აი რაღაც ხალხის იმაზე ხო აი ხო გესმით არა რასაც ვამბობ არა აი რაღაცა ეს კაცი მოვიდა ამ ხელისუფლებაში პიარით ხო და ჭკვიანია ხო მიშა არ არის სულელი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია და ეხლა როგორ გამოადგა თავის არა დამიჯერეთ რა ვერაგია უბრალოდ კი ბატონო ვერაგია მაგრამ ნუ არის ახლა არ არის რა ნიჭიერი კაცია ხო ფაქტია რა ხო და რაღაცა ნუ აი რაღაცა აი მარტო ლაპარაკი რაღაც ფაქტები ნუ ისეთი ფაქტები ნუ არ ვიცი აი თუნდაც აი ძალიან გული მტკივა რომ აი ესე ჩაიცერქლა ეს ყველაფერი და უკვე აი აღარ ვიცი აი ლევანის ვენდო აი ნინო ბურჯანაძე მომწონდეს ნუ უკვე აი დავიბენი და აი ძალიან ცოტა რაღაც სხვა